მოგესალმებით ძირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რუსთავი ორი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო შოუს განაცინე და მოიგე აპლოდისმენტებით ინგრევა დარბაზი რა თქმა უნდა ამ დროს. მოკლედ თუ გაგიჩნდებათ იმის სურვილი რომ მოხვიდეთ ჩვენთან გადაცემაში და მიიღოთ მონაწილეობა, ამისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, უნდა დაგვირეკოთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის ქართლოს ბატროშვილი და ნიკოლო ზარაბიძე. ნიკოლო ზარაბიძე როარ გეხსენებია ისე არ შეიძლება. ხო, ხა ნიკუში. როგორ ახარ ქართლოს? ქართლოს. როგორ ახართ მეგობრებო? ამიჩი არა გვიშავს რა, მაინც მიხარია ხოლმე ქართლოსთან ერთად რო იმაშებით. ჟიურის წევრი რო ვარ ხოლმე რა, მაინც ხლიცინებთ იქიდან ხო რაღაცნაირად უცნაურად. ძალიან კარგი. დღეს როგორ ხასიათზე ხარ? გადასარევ ხასიათზე როლადები როდის დაიწყება? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ისეთი მაგას იგრო დავჭდი. კარგი, მაშინ გაეკანეთ და დაჭერით. პატივცემულ ჟიურის წევრებო, მოდი ქართლოს შევამოწმებინოთ საიფი ნიკოლოს თუ არის თანხა. თუ არ კარგი საიფი. და მოიდა. რაგნებ შენი რკი არის ხო? შეგვიძლია ვითამაშოთ. ძალიან კარგი, მაგრამ სანამ თამაში დავიწყებ, ვეთქვი ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია არსიკოლა, რომლის გათამაშებაც უკვე დაწყებულია და უნდა შევაგროვოთ ასოები, მოვიგოთ სხვადასხვა პრიზები, მათ შორის ყველაზე მთავარი პრიზი ბინა თბილისში, არსიკოლა იგზნით ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია სანდომი, ქართული საკონდიტრო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, კომპანია სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი, ასევე კომპანია სანდომი აძლევს გადაცემაში ერთ მონაწილეს შანსი მდგომარეობს იმაში, მას შეუძლია დააგრძელოს თამაში, ან აიღოს თანხა, რაც აქვს მოგებული, ან თუ არ აქვს თანხა მოგებული, ისე გააგრძელოს. ამ დროს სცენა გაწეთლდება, გაწეთლების ნაცვლად გამწვანდება, რაც იმის მაუწყებელია, რომ კომპანია სანდომმა შანსი მისცა მონაწილეს. შეგენაც. დავიწყოთ ჩვენი შოუ. აბა რა იცით? და პირველი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ ილია მეგრელიშვილი. გთხოვთ მივესალმოთ. პირველ რიგში მე მინდა მადლობა მოვხატო რუსთავი ორს ამ გადაცემის დაარსებისთვის. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ყველა გადაცემას უყურებ თითქმის და ვიხარია რომ ხალხისთვის ზრუნავს ეს გადაცემა. მე იმიტომ მოვედი ამ გადაცემაში რომ ჩემი შანსიც გამოვხატო პატარა თან თვალით დავინახო ის მონაწილე ხალხი რომელმაც შექმნა ეს კარგი გადაცემა და დავუყოვებდი ჩემი პეტილი გული. მოგზავნით ბატონო ილია. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. ესე იგი 72 წელი ზანდებით. კი ბატონო. საცხოვრებელი ადგილი ქუთაისი, ისრაელი. კი ბატონო. ცოტა უფრო ახლოს რო გეყიდათ სახლია, ეგრეოდა გაგი. ორბან კალაკობა ბამსას. მოგივიდა მშვიდობა, შალომი, ფარნასა, დოლოთი, ყველაფერი სიკეთეები. აბოდისადამი დაუბრათ ამორ. ჩვენ სამშობლოს, ორ სამშობლოს, ნამდვილად. რაში გაგილია? საქართველო, ისრაელი. რაში გაგილია მაზალი? მინდა გამოვიდე შეიძლება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ბატონო გოლოს. შეიძლება სიტყვით გამოვიდე. კი ბატონო, ბძანე თუ არ მე მოხარული ვარ პირველად თქვენი შეხვედრის. ყოველ გადაცემას უყურებ თქვენს. ძალიან მიხარია რომ რუსთავი ორი ზრუნავს ხალხისთვის. და გაიხარ. მადლობას ვუხდი მე პირადად ნიკა გარამიას რომ ასეთი აზროვნება და ასეთი საქმე ჩაიდინა. გაიხარეთ, ბატონო. გაიხარეთ. როდის იყავით იქეთ? ისრაელში. კვირას. გაიხარეთ. თუ არის მშვიდობა, ყველაფერი კარგად ხო? ახლა მე მინდა სიტყვით გამოვიდე და ბატონ ნიკოლოს ლექსივან დაწერილი, მაგალითად ჩემზე. ყურადღებით მოусმენთ, ვის გაგაგზელებიებთ არ ვიცი. ყურადღებით იყავ. ლექსი ეძღვნება ნიკა არაბიძეს. სცენაზე დგახარ მაგრა და მეგობრებშიც ხარ მაგარი. შეგნებული კაცი ხარ და არ ყავს ამქვეყნად ბადალი. კაცი ხარ ნომერ პირველი. ვერ შეგედრება ვერავინ. სოფლიო რომ მოიარო, მაინც შენ იქნები პირველი. ოჯახის დიდი კაცობა.
ეს არ გეღონოს ადვილი. შენასახელებ შობლები დედის ნამდვილი მანდილი. ცხოვრებაში თუ იტყვიან შენ ხარ კაცი ერთადერთი. სადაც არ უნდა წახვიდე შეგეწევა მადლი ღმერთი. იუმორში პროფესორო, ცხოვრებაში დიდი ნიჭი. ყველას გინდა დაეხმარო, გააცინე ნიკაბიჭი. მეგისურებ, ყველას უყვარხარ ნიკაჯან, შენ მაყურებელ სცენაზე 120 წელი იცოცხლე ამ ქვეყნის ტრების ჯინაზე. ბრავო, ამოდისმენდები. მეგისურებ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და სიხარულს. ამ ცხოვრების დიდ ფერხულში ემსახუროს სიყვარულს. გენაცვალე, დაიხარეთ დიდი მადლობა. კარგი ლექსი იყო ნამდვილად. დიდი მადლობა ბატონო ელიკო, რომ გვესტუმრეთ. მადლობა დიდი. მადლობთ. აუცილებლად. საჩუქრად. იზოცხლეთ, გაიხარეთ, დიდი მადლობა. და შეგვიძლია დავიწყოთ, მე მგონი შესავალი საკმარისი იყო მშვენიერი ლექსის დავისაკუთრებ. შევცვლილი ერთმანეთის სტრობას მომეწონა. რომელ ქალაქში შესავალი მაინც შედება. ისრაელში რომელ ქალაქში ცხოვრობთ? ისრაელში ხულონში. ხულონში. ძალიან კარგი. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო ილია. შედება დავიწყოთ, მაგრამ შესავალი ჭირდება ბატონო ელიკო. კი ბატონო. მე მითხარით, როცა ჩავრთოთ რო და ჩავრთავ არ არის პრობლემა. გეტყვი მე თვითონაც მასში. კი ბატონო. დავიწყოთ მაშინ, თავში გავამხსნათ. ბატონო ილია, აплодისმენტებით. ბატონ ნიკოლოს უყვარს სვანებზე ანეკდოტი. იუმორი გიყვართ, სვანებზე ვიცი. და სხვათა შორის სვანებზე მაგ ბევრი ანეკდოტი მომტანილი აქვს. თქვენი საქართველოს მასშტაბით ყველა ანეკდოტი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით პირველად მინდა სვანებზე თქვა თქვენი დახმარებით. კი ბატონო. იმერელმა ითხოვა სვანის გოგო. ჩავრთოთ დრო. არა, ჯერ არა. შესავალ. და ორი კვირი აკლია ქორწილს. მამაო სასიმავრო მივიდა, სასიმავროთან სიდოდა. მამაო ორი კვირი აკლია ქორწილს და გავილი ჩვენ სამე ან ზღვისპირზე ან სადმე და ორი კვირის შემდეგ მოვართ ქორწილისთვის აქ ვიქნებით. ისილო მამამ სიმამრა უთხრა. ქალიშვილს დაუდახა და მოდი გოგოს ჩამოდი ოთახშიო. მამა შვილო ხოციო ჩვენი წესიო. ქორწილამდე არ შემარცხნო რა. ჩვენი წესი ხო არ გატყის. კი მამა ისინი ჭირებო ქალიშვილმა შეფიცა. ტრადიციებს არ უღალატო. ხო და წავიდა ახლა ჩამოვიდა ორი კვირის მერე. 3-2-1. ჩამოვიდა ორი კვირის შემდეგ და კიდე შეიყვანა მამამ ქალიშვილი ოთახში. რაკენი გოგო და არ შემიწყდა ხარ მამა ამ ორი კვირის გამოსში სულ ზემოდან ვიყავიო. გაეცინა ქართლოს 50 ლარი თქვენია. გიოცოთ ბატონო ილია. შეაჩერა. უთხრა გასულ სიმართლე ბაბა. ბატონო ილია მაინც თამაშის სტრატეგიებს ცვლის. ბოლოს იტოვებს იმას. თავარ ამბობს ყველა. ბოლოს იტოვებს და დრო ბევრი დარჩეს. როცა გითხრა მას ჩართ. არა, არ შეიძლება უყურში მეუბნევიან აგერ პროდიუსერები კარდახობე. თავიდან მე უნდა მოგვიყეთ ამბავი, განაცემის წესების თანახმად, შესავალი შეიძლება მოკლე გააკეთოთ, მაგრამ ამბავი რაც არის ძირითადად ის უნდა მოგვიყეთ, იმიტომ რომ დროში, თორემ ესე დროში ჩედიო მაშინ. ამ თამაშის წესიც ეს არის, რომ დროში უნდა ჩაეტიოთ. სამი სვანი ახალგაზრდები მიდიოდნენ სვანეთში. ერთი ლენდერში, ორი ვესტიაში. ჯაჯუხიძე გავიდან, იქიდან გადიოდა გროზავიკი. და შოფერს უთხრეს, წავიყვანო სვანეთში მიდიოდ. კიო, მეც იქით ამაგრეციო შოფერმა უთხრა. ერთი კაბიკაში დააჯერა, რომელიც ლენდერში უნდა ჩამოესვა და ორი დრო უნდა ჩავწო. ვესტიაში ჩავასვა. 3 მიიყვანა ახლა შოფერა ბატონო ილია. ზავრები და ჩამოდის. ლენდერში უნდა ჩამოსულიყო და უნდა კარგად იყავიო შოფერს. ფულიო შოფერმა უთხრა, ფულია ნარაბაკო. მე რა ზამოვე უბრალოდ მე არ დავდიორო შოფერმა უთხრა. მაშინო შოფერმა უთხრა ერთი პაღური მაინც ამომარტყნიო რომ ჩემი დილოხორი მოვიკლავ. თუ აშკაცი ხარ. კაიო, ამომარტყი. ამოარტყა ამ შოფერმა ისე რომ იღა ფეხსაცმელი შეარჩინა ზედა. კიდე ამომარტყი. კიდე ამომარტყა და ვასო, სიგო, დაბადიზებული ხართო. პედანზაქს. დრო არ დავიწყოთ, დრო. და. არა, არ ჩამიწვა. არ ჩაგვირთვია.
მე ვთხარი ამას რომ სალამად გითხრა გეძახდით ბატონო ილია აი სხვა შეთქვი ეს ჩაგითვალეთ ისე რომ დროის გარეშე თქვით ისე თავისუფალ დათქომად ჩაგითვალეთ სვანმა ითხოვა რაჭველი ჩავთეთ დრო ჩარტე შესავალი სვანმა ითხოვა რაჭველი ჩარტე ბატონო 3 2 1 სვანმა ითხოვა რაჭველი და ხორცილის კაბეა და დედოფალი გამზადებულია ყველაფერი და დედოფალმა მოსთხოვა ახლა კვარს რომ ერთი ჭიქა წყალი მომიტანო ხო და მივდან ახლა პრუსკი წყალი დედოფალზე მოდი აგერ მოდიო მოვიდა ახლა მეფე გამზადებულია დედოფალთან უნდა დაწესო და ხერბეს სასი ბატარე გაქვს დედოფალმა უთხრა სვანია საჯარო ბიბლიოთეკაში და უზის ხმას გაიგონებს ესე ჩუბია რაღაც სუნი მოვიდა გლახატ ახლა ამ სვანს გაიხედა ახალგაზრდა გოგო იყო უკან დავდარი ბიბლიოთეკაში და შეწუხდა ახლა ამ გოგომ რა ასე შემდეგ აი გოგო და არ ხმარ ამავე მეორე თქიდა რომ და ალბათ მაგლახებს ეს გოგო და მიუტრია და ამ გოგოს ქალიშვილო არ ცხენიო და თუ ძმა ხარო გეხვეწებიო ჩვენში დარჩი როდო ჩვენში გოგო პანჯარო გულში გარეთ სამწუხაროდ ბატონო ილია დრო ამოიწურა 10 წამიც გამოიყენა ბატონმა ნიკოლოზმა დაგიმატა 10 წამი დამატებით იმერ წუთთან ერთად მაგრამ დრო ამოიწურა ეს არის ამ გადაცემის ზუსტად ის ხიბლი რომ იმერ წუთში უნდა მოვახერხოთ ბატონო ილია სასაცილო ამბავის ანეკდოტის ან ამის ხარტულად მოყოლა არა უშავს გულს უნდა იწვეთ თავარია რომ მოხვედით ჩვენთან და ითამაშეთ ესეთი გულთბილი სიტყვებით კარგი ლექსი მიუძღვენით ბატონ ნიკოლოზს და არც მე არ გაგიშოთ ხელსარიელი აქედან ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან გადმოგცემთ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს რომელსაც მშვენიერი მარიამი მოგართმევთ აგერ თქვენს უკან ბატონო ილია დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ითამაშეთ გავაცნოთ აპლოდისმენტები ბატონო კარგად. გავაგრძელოთ ჩვენი შოუ მეგობრებო და შემდეგი მონაწილე რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება გახლავთ ორი ადამიანი სხვათა შორის ზურა ხმელიძე და მიშკა ფურელიანი ხო? თქვენ გადაცემაში დუეტი პირველად ვიღაც მონაწილეობას მე ვიყავი განსხვავებული გვაქვს მინიატურები და სხარტულები ეგრეთ წოდებული. ჩემი აზრით ჩვენი გამოსვლა წარმატებული უნდა იყოს 200-დან 400 ლარის ფარგლებში. გამარჯობათ ზურა. ზუსტად აღეხედებული. ზურა. ორივე 17 წლის. 17 ხონი ქუთაისი. ქუთაისი ხონი მან საგაცავს თამაშობთო. კარგი ახალგაზრდა ბიჭები მოწესრიგებულები. ძალიან კარგი. პრეზიდენტის შეცვლა უნდათ. ახლა ევერჩიეთ კი არაცლიან ახლა ადამიანს. ინდური სერიალები რატო არ გიყვარს? ერვიტა, ზურს. აჩიაუ. რატო რა ჯობია რა მთავრდება სერიალი მიდი მიყევი უყურე 10 წელი 15 20 რაღა სამსახური ხალხს არა გარაბერ დაჯექი კარგი ძალიან კარგი რომ გვესტუმრეთ ბიჭებო სავარაუდოდ ვიცი რომ გექნებათ მინიატურები სხარტულებიც ყველაფერი კომპლექსურად ასე იგი არიან მომზადებულები დღევანდელი დღისთვის. ეთყობათ რომ ცოცხლად არიან, აბა დავიწყოთ. ცოცხლად არიან, კარგია რომ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, მოკლედ, აბა ყურადღებით იყავით. წინ ერთი წუთია, რომელიც შეიძლება მოგიტანოთ 50 ლარი. თქვენზეა დამოკიდებული. 3 გამხნევება ბიჭებს, გამხნევება ჯერ, მეგობრებო. 3 2 1 ეს ზურა. ზურას ბავშვობაში ციკლობას ეძახდნენ. მაგრამ მე ამოვიდა ყელში და გაახილა ჯინაჟე მეორე თვალიც. ზურა ასევე ძალიან მოჭყუარი ტიპია. მართალია მას ორი კბილი აქვს დარჩენილი, მაგრამ ყოველთვის ასე იძახის, ვის ბიძო მოგატაც თავს. ეს მიშკა მამაოშვილია. ის ამას წინ მამამისე ჭხუბა და ცხელგულზე მეჩეთი ააშენა. მიშკას რომ შეხედო კალმით ნახაც გავს, მაგრამ ეთყობა ცხვირთან ბოშმა იმაიმუნა რაც პილოტმა ცოლი მოიყვანა და პირველი ღამე უამინდობის გამო ორჯერ გადაიდო. ზესტაფონის საავადმყოფოში მთავარმა ექიმმა ფონეიდოსკოპი დაკარგა და პაციენტს კრუშკით უსმენდა. ხონი გავს ყურძენს. 50 ლარი მოიგებთ ბიჭებო მიოცა.
დაგარგა, მაგრამ აი ზუსმინდა. ძალიან კარგი. გუჩით იმაში კედლებს ხუცი ხეებს და ეს. საღოლ. წინა სილარია მეგობრებო, გავაგრძელოთ თუ დავჭერდეთ 50. გავაგრძელოთ. ძალიან კარგი, კარგად ხართ ეს ენერგიულად ხართ, ამიტომ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ. ყურადღებით მეგობრებო, გავამხნევოთ ჩვენი ორი ახალგაზრდა, მხიარული ახალგაზრდა, 3, 2, 1. ხონი გავს ყურძენს. ოღონ კუხე ყურძენს. არ ჭამო ბიძია, მაგ თორა გაგხეთქავს ფუცელზე. ბიჭო, ზურა, ხონი კი, მაგრამ ქუთაისი რას გავს? აუ ბიჭო, ქუთაისი მართლა რას გავს, გაჩერდი მაქანა რა. ბიჭო, ზურა, ქეთისგან ვარ ორსულად. ბიჭო, რანაირად ხარ ორსულად შენ ხარ ბიჭი? შეში ამ ჩახუნტარაკეთიას შემეტენოს უნდა და მატყუებს. ჩემო მეზობელმა ანზორიამ წარმები გეიკეთა და ახა უბანში ბიჭები ლუკას უძახით. ვანელვა ცოლი მოიყვანა და პირველ ღამეს ლეჩხუმელს საყურებია გასკრი გულზეო. მოდი ნახოთ მეომარი პახმელიაზე. რა გაია ცივი? მოდი ნახოთ მონადირე ხდება შეყვარებულს. გამარჯობათ. ზურა, ეს რა არის? ქალის უნდა მოგასხია? შენ რა ვარიყნოს ვა გამაშეკა? გადი შენ გაწავა შეჯემ გვერდში. ბიჭო, მიშკა, ქუთაისში ლალიმოროშკინას ტრიპტის კლუბი რო დაგვიხურენ იცი? რატო? რატო და იქან დასაცველი გერა ტყავი რო გეძრო, კაცშვილი კაბიქს არ მოგცემს. ასილარი თქვენია ბიჭებო, გაიგიმან ნიკას. თვითონ გამოყენებულია უკვე. 10 წამი გამოყენებულია, სამწუხაროდ გამოყენებულია 10 წამი. კარგი ეს ხო. დაფიქრდებით. ასილარი გაქვთ. ავქნათ ეხლა მეგობრებო. ავიღებთ თანხას. გადახედეთ აბა კარგი ისინი. სიმანათია წინხვილივით. სანდომის შანსიც. დამშრა მომანია სანდომს არ გამოუყენებია თავის შანსი. შეიძლება გააგრძელოთ რა ვიცი. მაგრამ 10 წამი გამოყენებული გვაქვს. კარგი, ეს გავხსნით. საბოლოო გადაწყვეტილება ვაგრძელებთ თამაშებთ ორასლავს. აბოლტისლენდები ახალგაზრდებს მეგობრებო. 3, 2, 1. მოდი ნახოთ მინიატურა მეზობელი ზომბი. მოდი ნახოთ ქუთაისელი უროლოგი. არაც ბაო მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ, ხარ გადაირი. ტიპიური ქუთაისელი კაცი მარშრუტში. დავძან გენაცვალეთ აი. ბიჭო, სამსალია დასაჯდომად მილიონის საქმე მაგ გაჩერდი მაგ. ბაბუა ჩემის გასვენებაში იმდენი ხალხი მევიდა, ბებია ჩემმა სიცხვილი აქედან ერთი მკარი აფრიგებიდანოთო. მიშკა შრომამ შექმნა ადამიანი. ბატონო. ტოჩინოშინმა თავიდან ამხელა ძაფი დაიწყო და ხო ხედავთ, ახლა ამხელა რაცა გამოგვეხებული. წერალმა ლირიკული გადახვევა გააკეთა და მაგდანას ლურჯა მოკლა. ნარკომანების ოჯახში ახლები ფეხებზე კიდიათ ნებსის კურს ეძებენ. გაიგიმან ნიკოლას და ასილარი თქვენია მეგობრებო. გილოცავთ. ახალ წელს გილოცავთ. ახალ წელს გილოცავთ. ხუმრობები აბა გვაქვს. აგზელებთ თუ წვიდავთ. ხუმრობები გვაქვს, რა შევწყვეტოთ. ამეთ. არი ფიქრობ ეგ თამაში, ესეც მეგობრებო. სუფთა იმერული ის არის ახლა. არი ფიქრობ რომ გამქვენია და რა. წვიდავ, რაღაცა გირდება რა. ჭირდება ფინალისტვის. კი ბატონო. 200 ლარი გაქვთ. არ გავაგზავნებთ. არა. დამჯერეთ. მიულოცოთ მეგობრებს 200 ლარის მოგება, ნამდვილად დავაღოთ სეიდი და გადავწევთ თანხა. მიულოცავთ. რა თქმა უნდა, ასევე ვინა გადავწევთ ჩვენი აქტიორისგან, კომპანია სანდომისგან. ქართული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელსაც შვედიერი მარიამი მოგა. ამბობის ხალხი მეგობრებო. დიდი მადლობა რომ მოხვედრით, კარგად წამოვიდეთ. გავაცილოთ აპლოდისმენტები ჩვენი მეგობრები. და გავაგრძელოთ ჩვენი შოუ. შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ ლიანა ანდრეევა. გთხოვთ მივესალმოთ. მე თქვენი გადაცემა ძალიან მომწონს და მიყვარს კიდევაც. ყოველთვის ვადევნე სიამოვნებით. თვალს ყოველთვის უყურებ და მიხარია თქვენთან ყოველი გადაცემის ყურება. იცით რა არის, უბრალოდ ჩემი ცხოვრებისეული კურიოზული სასაცილო ხუმრობები მაქვს ჩემო კარგო. აი მუშაობის პერიოდებში ცხოვრებისეული. მოგზაურობთ ალბათო ლიანა, მოგზაურობთ. მოგესალმებით. გამარჯობათ ქალბატონო ლიანა. ოპასი ძალებით პედაგოგი. არა, მზარეული. სარეული. რა გამოგდით ყველაზე კარგად? ყველაფერი კაი. ქაბაბი, მწვავი, ხინკალი. ხო და თქვენ მოსვლას ჩვენ რომ მომსულიყავთ ხო ჯობ? კი ბატონო, მოგზაურობ. რა სიტყვა შენ? ყველაფერი საუკეთესო. ჯერამ.
მუშაობთ ახლა პროფესიით, ხო? მუშაობთ ძალიან კარგი. პოლიტიკა არ მიყვარსო, ძალიან კარგი. პოლიტიკური უსამართლობაც არ მიყვარსო, ესეც ძალიან კარგი. ძაღლი უყვარს, რომელიც ყოველდღიურად გაიგებდი თქვენ. თავს ფარშევანგი და ძაღლი. მაგარი. კაი გადასულა. ო, ფარშევანგი და ძაღლი. კარგი, რა ვიცი, მადლობა რომ გვესწავლეთ კიდევ ერთხელ და რა მოგვიმზადეთ დღეისათვის რეალიზერია მაგ ფერადროებში ერთი. ვიცით რა არის? აქ ჩემი ცხოვრებისეული სასაცილო კურიოზებია. ჩემი ბიჭის, ასე ვთქვა, ჩემი მუშაობის პერიოდებში მომხდარი კურიოზებია. და რა ვიცი, თუ დაინტერესებით, შემიძლია. კი ბატონო, ავარჩიეთ ახლა კარგები, ძალიან რა კარგები. თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ძალიან კარგები და რა თქმა უნდა. დავცხოთ აბა ერთი გავახაროთ ჩვენი ტელემაყურებელი და დავსწრე საზოგადოება სტუდიაში. მაღაზიაში მუშაობის დროს შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი დილით, ჩქარობდა რა თქმა უნდა და კითხულობს ვანილიან სუხარს. ეკითხება ახლა გამყიდველს რომ თუ გაქვსო ვანილიანი სუხარი და სადაც ყიაო. გამყიდველმა უთხრა აგერო ბოლოშიო შედი უგამყიდველო მაღაზია იყო. გამიგედა? შედი ბოლოშიო და სუხრების მეტი რა არისო იქო. მივიდა ნახა არ არის, დაბრუნდა ისევ გამყიდველთან და ეუბნება ახლა მაჩვენეო სად არისო ის ვანილიანი სუხარიო და ბოლოში გოგოები საუბრობდნენ, ხუმრობდნენ. ბიჭო, ახალგაზრდა ხარო? აბა ერთი შეხედე სუხრების მეტი იქ რა არისო. გოგოებზე მიუთითო. კარგი, ეხლა დრო ჩავრთოთ და ისე ვითაბაშოთ. აგვისტოს თვეში შემოვიდა. აბატონლიანი, ჩავრთოთ დროებით. კი, კი. ძალიან კარგი. ყურადღებით, აპლოდისმენტებით გავანხმევთ. 3, 2, 1. აგვისტოს თვეში შემოვიდა ქალბატონი და მძინარე გამყიდველთან მივიდა. და ეუბნება, უკაცრავათო დაუკაკუნა ხურდით. მიძინებული გამყიდველი და ეუბნება, თუ შეიძლება 1-8 კილო სალა ამიწონეთო რა. გახარებული ხა გამყიდველი ხელად გამოფხიზლდა, ხო და ქაღალდებში შეუხვია ეს 8 კილო სალა და აგერ ქალბატონო. არაო, იცით რაო, ეს 8 კილო განამართლა მინდა, უბრალოდ მე მოვიმატეო წონაშიო და მაინტერესებს რამდენი ხორცი იქნება ეს სალა სუნთლიანათო. ძალმა დაუტოვა მამამთილს ბოუშვი და უთხრა რომ აი საჭმელი, აი სასმელი ყველაფერი და აბა შენიცია არ მოამშიო ბავშვია და წავიდა თვითონ 1-2 საათით სადღაცა საქმეზე. ეს ბავშვი კი აჭამა ყველაფერი და ატყდა, კალიკულიაო. ვერ მიხვდა ახლა ეს პაპა რას ამბობს ეს ბავშვი და მეზობელი მიიხმარია ქალბატონი რომ ერთი მითხარითო რა ამბობს რა უნდა ой დროში ვეჩავეთი ძალიან გრძელი ისტორია ხაბა და რომელიც დროში სამწუხაროდ ვერ ჩაეტიეთ მაგრამ ძალიან მხიარული ქალბატონი ბრძანდები და მე დარწმუნებული ვარ ბევრი ისტორია გექნებათ მაგროებში ისეთი რომელსაც სიამოვნებით მოისმენდა ჩვენი ტელემაყურებელი აქ დამსწრე საზოგადოებას და ასე შემდეგ. მაგრამ ხელსაყრელს მაინც არ გაგიშვებთ ჩვენი გადაცემიდან. ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან გადმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი რომელიც მოგართოთ უკვე ჩვენიერმა მარიამმა კარგად ბრძანდებოდა დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და იყავით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გავაცილოთ აპლოდისმენტები ქალბატონებია. ცოტა უნდა დააკომპაქტურო ის ისტორიები რა რომ მოგცოცხალი დროში ჩავეტიოთ. თან ეს ერთი წუთი ძალიან ისეთი დაწუნებული არ იქნება რეულში. ხელა შესავალი დაუტო ბრძანმა მომენტით ბავშვი და всё გააგრძელე მე არ მოაშუან მოაწურო ჩუსტები არიხა აბა ეთახმებით ბატონ ნიკოლოს სანამ გადაცემას გავაგზავნებ ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია არსიკოლა, რომლის გათამაშებაც მიმდინარეობს ახლაც. უნდა შევაგროვოთ ასოები და მოვიგოთ სხვადასხვა პრიზები. ამ სხვადასხვა პრიზებთან ერთად, რა თქმა უნდა, ბინა თბილისში, მთავარი პრიზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრიზია, კომპანია არსიკოლა, იგრძენით ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია სანდომი, ქართული საკონდიტრო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, კომპანია სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ახლა კი გავაგზავნოთ ჩვენი შოუ და შემდეგი მონაწილე, რომელიც ემზადება კომპანია სანდომის ოთახში, გახლავთ არტურ კარაპეტიანის, ხომბირა სალმო. გამარჯობათ, იმავს ხარტულები და ალექსები. დარწმუნებული უნდა მოიგო 1000 ლარი. როგორ ხარ არტურ?
ცოცხალი ხარ, მაგარია, შემართებით ახარ და აბა გელოდები ძმაო. კარგია. შეგენაცვალე. აგვიკითხე ხმა მაგლა ბატონო ნიკოლოს. რა შეძვით საქართველოს თავრაბას. წავატალე, კარგია. პოლიტიკა რა ინტერესებს? ლობი არწივი. რის შეადარებს საკუთარ ლობი არწივი. კი ბატონო. საძულული საქმიანობა, ცემა. საძულული საქმიანობა ცემა. აჰა, შეიძლება ცემი უწერია, მაგრამ ცემ. კარგი არტურ, კარგი, გენაცვალე, გაიხარ რომ მომზადი, მადლობა. აბა რა მოგვიზადი ახლა რა გიწერე რომ ხარტულები და მართულები, ქართულები, ჩემი ხელით ჩართული. ჩემი ხელით ჩართულები. აბა, აბა. აგერა წარმატებას. არტურ. წავატალე. აბა შენიც ახლა კარგი შემართებით დაუშვი. უმაღლესები უნდა ჩავშვა. აი მაგ ვიში კლასები დავუშვი. აბა წავიდა. მე მიყვარს მუქთა ფულები, მარტოს ბოლომდე გადაიცა. ჩავრთოთ. 3 2 1 მე მიყვარს მუქთა ფულები, მარტოს ბოლომდე გადავწვავ. იმდენი უნდა გაცინოთ, ყველა მშავლებში ჩაავსათ. მეშვიდე ბავში დავთესე და არ მეხლება მატორი, რადგან სულ დატირილია მუშაობს როგორც ტრაქტორი. მე თქვენ შოუში მოვედი, რომ გავაცინოთ ყველა. გაეცინა ქართლოს 50 ლარი შენი არტურ გილოცავ. ძალიან ენერგიულად დაიწყე, ძალიან კარგია. მეშვიდე ბავში დავთესე. ზაგურის ისე მოედანი გვაქვს პატარა. ყოფილის პატარა, მაგრამ აკეთებდა. ვაფართოებთ ახლა ჩვენ ამას. მაგარი დააგვიდით. ფოტოშოპი ქართლოს ვაფართოებთ. თვალე ვაფართოებ არ ვაფართოებთ სამსენას და უფრო უკეთესად შეგეძლო. აი 50 ლარი გვაქვს. კილოცა. ჩაგზელე ხელიერებას დავიშალე. ვაგზელე? 50 ლარი ზოგადად. შენ არა, შენი მხელაღარ არ გეყოფ 50 ლარი. გავაგზავნოთ ესე იგი. გავამხნევოთ არტური ესე იგი. 3 2 1 აქცია მოიყვანეთ ცოლი და მიიღეთ ცემცოლის ლეკების საჩუქრად. ხაშუში ბავში დავთესე ჩიტიას როგორც კალბასი, მინოდა რომა დამერქვა, მაგრამ დავარქი ჯამბაზი. სვანს ვალები ქონდა და ცოლი დაალომბარდა, ქალისეთი ძვირი დამიჯდა, სახლი დავა ლომბარდე. თუ ქუჩაში ფული იპოვეთ, არა იყო ზახარიჩისა დაგინულია. დაქალი ეუბნება დაქას, იცი, გონი ჩემი ქმარი მღალობ, ვიცი, კუტუხელ ჩემთან იყო. მიყვარს მადა, მიყვარს თავა. ასილარი შენი არტურ გილოცავ. გილოცავ, ასილარი მოიგი არტურ. შენი არი აგი, აი ჩართულია ვატოც, უყველას, ნატოს, კატოს ამ თამაში რომ ეს წარმატებულად წავიდეს შენი დიღმალი დღევანდელ დღეს. ხო, რა ვიცი. რა ვქნათ ახლა? წინ 200 ლარია. რას ლაპარაკობ? სამწუხაროდ. ამოგეწურა ხუმრობები? ამ დროს შეწყვეტა იქნებოდა სანდომში. რა ვიცი. კი ბატონო, განწყობილება შენ უნდა მიიღო. შევწყვიტო თამაში, გავაღო შეეფირე განაცხად 100 ლარი, რომელიც მოიგო არტურ კარაბედიანმა. აიხარეთ ჩემო კარგო, არ წახვიდეთ ჩვენი პარტნიორისგან, უნდა გადმოგცეთ კომპანია სანდომისგან საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მარიამ გთხოვთ. ივართოთ არტურს კალათი. მიიტანია ხლექ საკლამდე. გავაცილოთ აპლოდისმენტებით ქიარული არტური. შეიყო. კარგით. შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ იაგო მახარაშვილი. ხო, პირველ საუბარს. თქვენ გადაცემაში მეკითხეთ რომ მონაწილეობას გააცნე და მოიგეს. სამჯერვე 1000 ლარი მოვიგე. გონია რომ მოვიგებ 74% მომზადებული ვარ და იმე. ალა ხალხი ზარსტაის მოსულდა მომდა. ორჯერ ლოტარია. როგორ ატონი აგორი ჩვენთან არის დამყოფი ორჯერ თუ არ ვწდები? სამჯერ? რა სამჯერ მე არა ვარ, რა მოაბე რა გადაჭრე. საყვარელე ვიცი, სადაც ხო ზებირად გეტყვია მისაგან. იაგო, სულაც უნდა იარო. ესე რომ იყოს.
ხაშურში ცხოვრობს, ბავშვებს ავარჯიშებს ფეხბურთში. ბატონო. თვითონაც კი თამაშობს ხანდახან. თამაშობ. ხო, თამაშობდა, ადრე თამაშობდა ფეხბურთს. შენთვის ყოფით თუ არა? მე და იაგორ ბატონო, ხე ვიცით ეს? საყვარელი პოლიტიკოსი მე ვერ კითხულობდა იქნება რა. პოლიტიკოსი, საყვარელი პოლიტიკოსი უწერია ძალიან, მაგრამ ვერასდროს ვერ მიხვდები. დამოვინდეს. ვერ მიხვდებით ვერასდროს ვერავინ ვინ უწერია საყვარელი პოლიტიკოსი. ხო. ბრეჟნევი. არა საყვარელი კაცია. ბრეჟნევი. ხო არ იცნობდით ბატონო იაგო? არა. ბრეჟნევზე ქუთაისში იყო ეს კომუნისტების იყო ბრეჟნევის ძალიან დიდი სურათი დახატული, ანუ კედელზე ბინის ასე კედელზე ხა დიდი სურათი ძალიან დიდი და მე სამგზის იყო გმირობის სამგზის საბჭოთა კავშირის გმირი იყო ბრეჟნევი და მე მიიღო მეოთხე მედალი. ამათ ისე ქონდა დახატული მეოთხე მედალი აღარ ეტეოდა აქ. ბინაში უნდა გადადიოდა ხელზე და თავიდან დახატვა შეეზარა და მარტო მხარი გაუფართოვეს სალი. მიაკრეს მე ეგ და სალი მხარი ქონდა გზელი მეურვა მოკლე. ბატონო იაგო, რა რით დაიმსახურა ბრეჟნევმა თქვენი სიყვარული? აი დრო იყო მაშინ აი ჩემი პაკალენის ხალხისთვის რაღაც არიწვიდა, ჩაცმარჭიდა, ჭამარჭიდა და სახლის შენობა. ფეხბურთის თამაში არჭიდა. კი. არაფერი არჭიდა. ბავშვი ვიყავი 220 მქონდა ხიფას 75 წელი. ეგენაცვალე. ახლა პენსია რა, ხა 220 ლარი. კარგი. დავიწყოთ ბატონო იაგორ ერთი თხენებური კარგები ოღონდ რა. სათხარ სათამაშო ბატონო იაგო. კი, ბავშვებიც აქ მოვიყვანე. ხო, სხვათა შორის ყავს 7 შვილი. მოდი 8. მეცხრეზე უარსარი ხალი. უე კალე. აკათარი მერვეშვილი აგერა. ავლოდისმენტები დაუგრათ ერთმანეთს მეგობრებო, აბა. კარგად არის. აჩა. ბატონო იაგო. დავიწყოთ თამაში. კი ბატონო. ეს რა მოამზადეთ? ერთი მისამებას გავუკეთებ. ხო, მისალმება ტრადიციულად. მისალმოთ იქნა ბიჭებს, ფეხბურთელები, უბნელები, ესენი ჩვენები. ამხადია სტრიბულში ფეხბურთის კომიტეტი. ზუგდიდში. მაგის გარეშე სევასტოპოლოს ჭიათურაში. ალიკაჩავას თბილისში. ჩემო ჯაგალაცაბიძეს, ხაშურის ივერიას, ახალგაზრდასა და ძველი ივერიას და ფეხბურთის ქართულ მეფეს მანუჩარ მაჩაიძეს, ბატონ მანუჩარს. გაიხარეთ. და ბლექსი გრუპის უბროს ამირან მამუჭაძეს თელ ბლექსის პირად შემადგენლობას. დავიწყოთ. ყურადღებით მეგობრებო. 3 2 1. ჩემო ხაშურო, ჩემო ლამაზო. მოსახლეობით იყავს სურძელი. იაგო. ილოცავთ. მოულოდნელი ისე ხო. ემოციით დაწყებული ხუმრობა და დაეცინა ქართლოს. არილებულო მთავარი. მოსახლეობით სულიყავ გრძელიო და ფეხბედნიერი. მოსახლეობით აშურო. შეგენაცვალე. ბატონო იაგო 50 ლარი გაგვთ. გავაგრძელოთ თუ შევწყვიტოთ თამაში. გავაგრძელოთ. ძალიან კარგი. გავახვლევთ აპლოდისმენტები ბატონო იაგო. 3 2 1. მოსახლეობით იყავს სურძელი ბედნიერი. ოსიაურელი ვარ ხაშურში გავჩდი, მიამაყება ვარ ბედნიერი. არის სოფელი ცხრამუხა ხაშურის რაიონში ასეთი. სურამი ყველას კარგად მოგზენო. პამინდორი სურამისა თაფლი ცხრამუხის, შემწარი და მოხრაკული ოსიაურის. ვიქეიფო დუდუკებზე ჰარი და ჰარალი, დამიჯერეთ ხაშურის ნაირი არსა და რარი. პოლიტიკური არაფერი არ მიცეთ რამდენსაც ვიმღერებ. შენი სეიფი ჩვენ სასჯობია, არა ჩვენი ჯობ შენს. შენი სეიფი მოგვაპარინა, შენს დაისვენებ ჩვენს. მიხვდებით ალბათ. პოლიტიკური არაფერი არ გიოცთ. აუმიმდი. აი მე. ასე ლარი პრემია მივაცავ ბატონო იაგო. ეს ჯიუსეროს ორივეს პიარულად. ესე იგი ბატონო იაგო უნდა დავაშოთ ხაშურის პიარად. თქვენ თუ და იმას ნავაროთკებთ ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო. 100 ლარი გვაქვს. გავაგრძელოთ. 200 ლარზე ვთამაშობთ. აპლოდისმენტები ბატონო იაგოს. ბატონო მიტაზე უნდა ვიმერო ხო შეიძლება. ვიდაც გინდათ რა პრობლემაა. თავი გაეცი. ის სიმღერა გინდა თუ არა როგორ არ დაგთავ თქვა. ლახარა უფლება მაქვს მე რომ ვიმღერო. გაინაცვალე. 3 2 1. თქვენ ჩემ გულში შემოხვედით სიყვარულით სიხარულით, ღმერთმა მოგცეს ჯანმრთელობა, ბილ გეიტსზე მეტი ფული. გადავკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გამეცე, რომ გულიდან არ გამეცე. სიყვარული დამოგევსოს მოციმციმე ექტვალები, მოციმციმე ექტვალები. ორა სიყვარული ქალია ბატონო იაგო გილოცა.
სიხარულით ჩახედა იმას. სიხარულით ამოგევსოს მოციმციმე ექტვალები. გილოცავთ 200 ლარი მოიგეთ. ბატონო იაგო, წინ 400 ლარია. ვითამაშოთ? ვითამაშოთ 400 ლარი. დარწმუნებული ხართ? ბატონ ქართველზე უნდა მივიღოთ, თქვენზე უნდა მაშინ 1500 ლარზე თამაშობთ. ყურადღებით მეგობრებო, აპლოდისმენტები 400 ლარზე თამაშობთ. 3 2 1 დილით ადრე მე და სეიფი სათევზაოდ მივალ მტკვარზე ვენაცვალე ბატონ ქართლოს კი ფიქრობ ჩვენს მომავალზე ხელი ჩავკიდოთ ბიჭებო საქმენი ვაკეთოთ კარგათა ბიჭი კაშვილ ვახოიას ქალები უყვარს მაგრათა შეგენაცვალე ნასი მაჭამე მარხინე მაგრიალე და მაძინე თუ მეტი რამე მოგთხოვ ჩვენ 4-ვეს ტრების კარგი საჯდომი იმაგინე ხელი ჩავკიდოთ ბიჭებო კიდე ვაგზავნოთ ზიავი დილიმ დალამ არ გეწყინო ჭირიმე უცებ რომ გიღალატო ეი Taka 400 ლარი გილოცავთ ბატონო იაგო 400 ლარი გაქვთ დაფიქრდით, აბა თუ გაქვთ კარგი ხუმრობები, ნუ მაშინ. კარგად ვიდიხართ, შევიდროთ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას. წინ 1000 ლარია, რა ვქნათ? რისკან ბატონო ვახტანგ. ვითამაშოთ? 1000 ლარზე. აპლოდისმენტები ბატონო იაგო. აბა ყურადღებით მეგობრებო. სულ ერთი წუთი რა ბატონო. აბა ჩავხედოთ ერთი წუთით. ხო, წინასწარი ხო შეიძლება თქვა სიტყვა. რა თქმა უნდა. ბატონ ნიკასი და ჩემ შორის შედგა მესიჯების მიწერ მოწერა. კი არ შემდგა რა, მაგრამ ვითომ შედგა და აი იმაზეც მომახვილებ ყურადღებას. ბატონ ნიკას მიწერე მესიჯი, შეგიძლიათ ჩართოთ ბატონო. 3 2 1 ბატონიკა ხომ იცი ამ სეიფში ფულია აიღე და მაჩუქე დადნა ჩემი გულია ეხლა ბატონიკამ დამიმესიჯა უკვე რა კაი სიტყვებს მეუნება მახარაშვილო იაგო ამომავალო მზესავით გაგვაცინე და მოგება შეირგედედის ზესავით ეხლა მე მიწერე მესიჯი მე ბოროცა მომდები გილოცავ ბატონო იაგო გილოცავ მე მოგწერეთ მე ბოროცა მომდები ნუ ჩამდებ გუბოშია სამი ვეს გევედრები ჩამდეთ ამ სეიფშია ჯანა მე თქვენ მომწერეთ ერთი მესიჯი რომ მახარაშვილო იაგო შენი გული სადაც ხრილებს რომელ ფერმაში გაცილე და მოიგე 1000 ლარი იყოს ჩვენი ფეშკაში აუსვია კედანაო გილოცავ ბატონო იაგო 1000 ლარი აპლოდისმენტები რა თქმა უნდა ბატონო იაგო სოფელ ბნარში ვინო დავდიე დაწამოვედი გორიდან ბატონო ნიკა ბატონო ქართლოს კოლორიტები ხასურისა სანამ გიტნიან ოსიაურიდან და გომიდან ეს ვინ მოგწერა ბატონო იაგო არა გერმოიგო კასპელის იდეა საკალის ძალიან იცი 1000 ლარი თუ შეიძლება გავაღეცები იულოცა ბატონო იაგოს სეიფი და სეიფის ინვალიდი ბავშვობა სიმართლე რაღაცა ობილი სამხედრო სამსახურო ზარბაწელი ვიყაჯაში აი საჩემი მეშვიდე მატანო 28 წელი ვიყავი ჯარშიო თელი ცხოვრა ფეხბურთს აპერაციას ყველა საჩემი ბატონო ექსპერტს ვერ თამაშობ ფეხბურთს მანამდე ისე რა ქვია პრეზიდენტი შეგიყვარდო აი მაშინ ეს თქვენ დიდი მადლობა ბატონო იაგო დიდი მადლობა რა ბახოზე ჩვენ ერთად ეს ფიარულად მიიღეთ მონაწილეობა 1000 ლარის დაიმსახურეთ და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან უნდა გადმოგცეთ რა თქმა უნდა საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ქართული პროდუქციის რაც ყველაზე მთავარია გთხოვთ არიან მივართოთ არცად მიფლანგოსის ფული მიაქცია ყურადღება გავაცინოთ აპლოდისმენტებით ბატონო იაგო აი ესე დასრულდა ჩვენი გადაცემა ძვირფასო მეგობრებო პატივცემულო ჟიურის წევრებო და შევაფასოთ დღევანდელი ჩვენი მე მომეწონა აი არტურის მომეწონა უფრო რაღაც ცოცხალი და ეს ორი ახალგაზრდა 17 წელსები რო იყვნენ ქუთაისელი და ხონელი და ეს ბოლო ხო განსაკუთრებით
ასე თუ ისე შედგა და კარგი იყო რა. მოგეწონა. მაგრამ გული დამწყდა იმაზე რომ აი რაღაც ქალბატონი რომ მოვიდა დიდი რვეული, მაგრამ აი რომ დროში რო ვერ ეტევიან, ეს არის აღმოსაფრთხოელი და კარგად არის გასარკვევი. მართალი ბრძანდებით ბატონო. ბატონო, გამოცდილება სხვათა შორის და უკვე იცის აქ. კი ბატონო. რომ გაითვალისწინოს შემდეგ მონაწილეებმა რომ ჩავეტიოთ ერთ წუთში. კი ბატონო. ავიც მე გეთახოვით ბატონო ქართლოს ჩემი აზრით დღეს კარგი გადაცემა იყო, არ იყო რამდენად ცუდი გადაცემა და აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ბატონი იაგორი, რომელიც ყოველთვის ძალიან მხიარულია მისი გამოსვლა. გეთახოვებით რომ ის ახალგაზრდა ბიჭებიც ძალიან კარგია რომ ასე ეწევიან კარგ მხიარულ ცხოვრებას და რა ვიცი, ყველა ადამიანს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტრადიციულად ვინც მომბრძანდა დღეს და ჩაგვაწევით. დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს გემრიელ ცოცხალ აუდიტორიას და რა თქმა უნდა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით.